პირველი ჩემი სამსახური იყო 17 წლის ვიყავი და ერთ-ერთმა ჩემმა ნაცნობმა მითხრა რომ იცი რა არის ჩვენ რაღაცა travel ჟურნალი გვაქვსო და გვინდა რომ fashion მიმართულება დავამატოთო და მოდი შენო დაგვიწერე სტატიებიო, აგვიწყეო რაღაცა ლუკებიო, travel-ისთვისო და იქნები ჩვენი fashion ჟურნალისტი. ეს ხდება მოსკოვში. ეს ხდება მოსკოვში 17 წლის ვარ და ეგეთი opportunity რატო უნდა გავუშვა ხელიდან, ძალიან საინტერესოა, ძალიან ის არის ზუსტად რაც მე მომწონს და რაც მე მინდა რომ ვაკეთო და ნუ მოკლედ დავიწყე მუშაობა. 1 წელი, არა, 2 წელი ვიმუშავე მან და მიყო ძალიან საინტერესო, მქონდა რაღაცა ჩემი ჯიბის ფული, ასე ვთქვათ, რაც ეგეთ ასაკში ძალიან სასიამოვნოა, როცა შენი შემოსავალი გაქვს. მერე გადმოვედი ცოტა ხანი საქართველოში 1 წელი ვიცხოვრე აქ ვიმუშავე რაღაც საქველმოქმედო ფონდში, რომელიც ეხმარებოდა დევნილებს 2008 წლის ომიდან ბავშვებს ვასწავლიდით მუსიკას, ხატვას, რაღაც ეგეთ რაღაცებს და ძალიან ემოციური და ძალიან ძიმე სამსახური იყო, რასაც მივხვდი რომ ანუ ეგეთ სფეროში მე ვერ ვიმუშავდი, იმიტომ რომ ძალიან დიჯიტაბეჭდილებას ახდენდა და ნუ აბსოლუტურად არ მქონდა სურვილი სამუშაო დღის მერე რომ გავსულიყავი მეგობრები მენახან რაღაცა კარგად რო გამეტარებინა, იმიტომ რომ მამძიმებდა ძალიან ეს ყველაფერი და შესაბამისად ამ სფეროს მივხვდი რომ ეს ჩემი სფერო არ არის, რომ მე ემოციურად არ ვარ მზად რომ ყოველდღიურად გავამკლავდე ეგეთ რაღაცებს, თუმცა ანუ ძალიან მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი და დღემდე რაღაცა საქველმოქმედო პროექტებში აქტიურად ვერთვები და ჩემთვის ეს მიმართულება. ზოგჯერ სხვა გამლა შეუხვია რომ მიხვდე რომ შენი არ არის, თუ ეგეც სწორი და ეგრე მოხდა.